მე მაგიგვარდა სტუდიაში მოვიწვიო ჩვენი ორი უსაყვარლესი მეგობარი, ჯიმი აბესაძე და გიორგი გაბუნია. როგორ გამიხარდა რომ პირველი მე გამომაწყდა. ახალ წელს სიურპრიზები ხდება. საოცრებელია. ჩვენ გილოცავთ ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დამდეგ შობა ახალ წელს და ჩვენი ყოველი შეხვედრა არის მართლა გამორჩეულად სასიხარულო გნებავ თქვენთან, გნებავ ჩვენთან და რაც თავარია გრძელდება ეს ჩვენი ურთიერთსიყვარული და მისვლა-მოსვლა და ან ხსნით ხოლმე სეზონს თქვენი მობრძანებით, ან ახლა ესეთი მნიშვნელოვანი დღე, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, შეგებება და მოლოდინი ახალ წელსაც უკავშირდება და ჩემო გიორგი, დიახ. მოდი ამ წინათ საახალწლოდ განწყობა რომ აუმაღლოთ ჩვენ მაყურებელს, ამისთან რაღაცები გავიხსენოთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. თქვენს მაყურებელს, თქვენ დიდ ოჯახს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, თქვენი ეთერის საშუალებით და სასიამოვნო ამბავს მოვყვები. იმისთვის თუ ასე. არა, ჯერ მაგას არ მოვყვები, ჯერ სასიამოვნო ამბავს ვყვები და თანაც სასიამოვნოდ მხიარულს და დადებიც, რომ ესე იგი ხა ბაღაშვილების ოჯახი ზოგადად ხა საქართველოში მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარდეს და სულ ვიძახი, რომ ამ გვარმა, თქვენმა ოჯახმა დაწერა ისტორია, საესტრადოს მიმართულებით, სპექტაკლები, რავი, უამრავი რამ რაც შეგიქმნიათ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნისთვის გაიკეთებიათ და ნუ ყველა ვიცი რომ ხა ყველას უყვარხართ, მაგრამ პიკი ამ სიყვარულისა რა არის მივხვდი რამდენიმე დღის წინ. ჩვენ ერთ-ერთ ძალიან ახლო ადამიანთან სახლში ვისხედით და სვამდით რაღაცა თვითონ ესე საუბრობდით, ბაასობდით, ხო ეს რა ეს ჩემი მეგობარი მეუბნება რომ როგორ მიხარიაო, რომ წარმატებული კაცი ხარ. და ახლა საინტერესო დაიწყო საუბარი. ახლა მაინტერესებს ამისთვის ანუ ჩემი წარმატება რა იყო კონკრეტულად იმ შემთხვევაში. რაში გამოიხადა. გადაცემა მიყავსო. კარგი მეგობრები ყავსო. კი ბატონო, მე უთხარი გადაცემა. მთელი ქვეყანაო გიყურებთო, ხალხსო უყვარხართო. კი ბატონო, მე უთხარი. ბაღაშვილებს იცნობო. მე უნება. ფორმუსი რა. უცებ რა ქვია, დავფიქრდი და კი როგორ ამისო მეთქი მეგობრებთან, მე მივხვდი რომ ანუ როგორი დამოკიდებულება ზოგადად ოჯახის მიმართ, თქვენი ოჯახის მიმართ, ანუ ეს თუ გაგლობა ამდიდებულ ადამიანს და ყველა მეცამს რაღაცა ხო ეს თუ გაქ, ესე იგი თუნდაც თუ მეიქცევი, შენ ვიძია, აკარგავ ცნობადობას ბაღაშვილებს და იმას დაგარგავ, ანუ ეგა ანუ წარმატების და იმ წარუმატებლობის პირი. მეც მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგს. სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის და ხვავის და ბარაკის მომტანი ყოფილიყოს. თქვენი შოუსთვის და ჩვენი შოუსთვის და მთელი იმედისთვის და უბრალოდ იმედს. მეც რაღაცას გავიხსენებ ერთი რაღაც ამდენი ამბავი მაქვს. ერთი იმ დღეს მოვიყრე რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული კაცი გარდაიცვალაო რა. და პანაშვიდებია რა და მესამე დღეა რა და ვიღაც ქალბატონი შემოდის რა ესე პანაშვიდზე და ვაიმე დედაო რო შეხედა მიცვალე. დედა რა კარგად გამეიყურებაო. და ისე უნება ერთი ვიცი ხო ოჯახს კარგად გამეიყურება, ქალბატონო სამი დღე არ დაულევია. 90-იანი წლებიო, ჭიათურაში ხდება. აი შუქი ენერგეტიკას ხარ გეცოინება, მაგრამ შუქი არც არის, კიც არის, არც და აღმრიცხველი არ ქვია იმას, ვიც აღმრიცხველი, ვიც იმას წერს და ჩამოერთვი ერთ-ერთ სოფელში და ამასთან მივიდა მრიცხველთან. ამოწერა. ოჯახის რა შვებ, თქვენ? ეს ვაკანა წინაჩვენება, რაც იყო წინათვეშიო, იგივე ეს მრიცხველზეო და თუ გამევიდა ოჯახს რა გინდა, ზამია შენ ისე უნდა. ერთი თვე შუქი არ ყოფილაო და მაგი ვაჟავშაველა კი არა, სათლი შუქზე დაწეროს. ერთი არაჩვეულებრივი პიროვნება არის, კარგი ქუთაისელი ბატონი მერაბ კვიცარიძე და ბატონ მერაბ კვიცარიძეს კიდე ყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, გამორჩეული ქუთაისელი ბატონი სულხან მამისეიშვილი. კი ბატონო, შესანიშნავი პიროვნება. ბატონმა მერაბმა მოგვიყვა ეგეთი ისტორია, რომ ერთიო მეგობარი ყავდაო და სათვალეებს იყენებდაო რა. სათვალეებს ახლა სათვალე ვის უკვირს კაცო რაღაცა ფხედველობასთან ქონდა დაკავშირებით პრობლემები, მაგრამ ძალიან დიდი მინუსი ქონდა მოკლედ ამ სათვალეებში და ცხონებულ სულხან მამისეიშვილს უთქვამს რომ შენო იმ ხელა მინუსი გაქო თვალებშიო მაგ ხელა მინუსეო გასვენების სკუმბრიას ყინავენ ხო და
შედარება ხო არის რაღაცნაირი რომ რაღაცა იხელავების გასვენების კუმბრიას ყინავენ მაგნუმისზე ეს იყო და ერთი ჩვენი მეგობარია ბატონო გია ჩვენი თანამშრომელი გუნდის წევრი გიორგი ლიონიძე და არა ჩვენ ქუთაისელი კარგი ბიჭი არის ჩვენ პავილიონთან შედვართ წინ შესვენება გადაღების პროცესი მიმდინარეობს და კი იცით ხა რომ სცენარისტები ჩვენ ყველა შემოქმედებითი ჯგუფი ოპერატორები რეჟისორები ბიჭები ყველა გარეთ საყვარელი ხალხი ყველა ძალიან უძვირფასეს ხალხი მოვიკითხავ ეხა გვიყურებენ და გვიღებენ და რა ვიცი გვევლებიან თავს და ერთი 20 კაცი ვართ თავმოყრილი და ეს გიორგი გადაწყვიტა რომ ცენტრალურ შენობაში იმედის გადმოსულიყო ყავის საყიდლად რა და ზრდილობის გამო იკითხეს შემოტრიალდა რომ ყავა ხო არ გესიამოვნება თვინმესო და მაგ დროს ხო ყველა მიცის თქვა რომ არა მადლობა და ამ შემთხვევაში პირველი მე მგონი ზვიომ დაუძახა რომ კიო მეო წამომიღეო ერთიო უშაქრო აღა ზვიომ რო დაუძახა იქიდან ვიღაცამ აუ გეხვეწებიო გიო მე წამომიღეო მე მეც დაუძახე მე ჯიმას და წალი ჩაი ყავა და ატყდა ამბავი და ერთი 20 კაცმა დააბარა ამ გიორგის რაღაცა და მივდივარო ეს ყובה რა ქვია ჭუტას ვეძახით ჭუტა ყובה რომ მივდივარო და მე ვისები ჯიბას ღელო ჩავიყავი და 7 ლარი მაქვს. ახლა რო გადავთვალეო დაახლოებით 70 ლარისო მაინც არისო ეს დანაბარები რო წამოვიღო ახლა ერთ წამოუღო მეორე შემაგინებსო მეორე წამოუღო მე წამოუღო რა ვქნა და ტაქსი გამოვიძახე და წევედი სახში. პრიზონული გადაწყვეტილება 6 და 80 და უწერა ტაქსმა სახლამდე და ზუსტად ეყო და მეორე დღეს ეყო და ისო აღარ პრობლემა იყო სახშიო დერი და იქ უნდა მისულიყავ ტაქსი გამოვიძახე წავედი გიორგი ლიონიძეზე ჭუტაზე გამახსენდა ჩვენ მეგობარს და სუფრასთავს ხედვართ იმ დღეს და გიო ამბობს რაღაცა ცოტა შევზახო და არმანებე თავიო იძახის აღა იმე მოწამლულია მე ყველაფერი ადრე ნატურ ჭამდენ ყველაფერზე ჩემთანო სოფელში დედულეთი ვარდიგორაში ვაგა ნატური იყო სულ ყველაფერი ძერთ ის დაწა რაგი ყველაფერია ყველაფერი ბებიაჩებიო ისე ნატურზე იყო 98 წლის გარდაიცვალა 96 წლის იყო ხეზი ადიოდაო ბიჭო ხოდაც მაგაციურა ბიჭო იგი კი ადიოდა მაგრამ თქვენ რატო უშვებდით წლის ბებია ის კი ადიოდა მაგრამ რატო უშვებდით მეგობარი ვყავს მეგობარი ერთი აი ეს ჩვენ და შავგრემანი ბიჭი აი ძალიან შავგრემანი ბიჭი ჩვენ მეზობლის ბიჭი გქვა ბესიგიაო შენ გულით ხარ მტარი თუ მასე დაიბადე მეგობრი არ მოვიყოლია თქვენთვის კი სატელევიზიო თქო ეს საერთოდ მაქვს მოაყოლი მე და ჯიმი რომ მანქანით მივემგზავრებოდით აქეთ ბელიაშვილის ქუჩაზე რა მივემგზავრებოდით ცოტა ხო აღელა ბელიაშვილის ქუჩაზე მაგრამ ნუ ვიდიოდით და პატარა შესახვევია ხო და ამ შესახვევში მოხდა ესეთი რაღაც რომ ანუ ჯიმის არაორდინალურობას უსვამ ხაზს ბატონო რაღაცა მოულოდნელობებით ახსავსე კაცია და ესე პატარა შესახვევია და ისე მოხდა რომ დიდი სატვირთო მანქანა მოდის იქით ამ მხრიდან ჩვენ აქეთ ამ მხრიდან და ორივე ვცდილობთ რომ აქ შევიდეთ რა და გავჭედეთ რა ერთმანეთი ესე და იქით შედან 4-ნი მე და ჯიმი აქედან და ის უშვება ხელს იქიდან რა შვებიო ესე კაი ცოტა წაძაბული და აღა ჯიმიმაც აქედან ლაბარო შენ რა შვებიო ესე უნება ხელებით მიდის ახლა ეს ნაქვია კონფლიქტი და იქიდან ახლა მეორე ვინც იმას უზის რომ რა გინდაო ისე უნება ახლა და აღა მეც უკვე ხო მეორე ვარ ახლა მე მიწევს რა იგე აქედან და მეც მიწევს აქედან და მეკიდან შენ რა გინდა მეთქი და იქიდან 4-ვე რაო და ჯიმი ოპა წაიწყო ცეკვას აჭეს და ის კაცი უყურე გიჟები არიან შეუსწია გადაუჩენა და ვერ გაიგეს რა ხდებოდა ხელები და წაიწყო გადააგზავნა ჯაბოიწყო ცეკვაში ახლა ეს საცეკვაო ილეთები უფრო მიზნობრივი რო გავხადოთ ხო? ბატონო. ერთი ამბავი მინდა შემოგთავაზოთ. ზანეთ. თქვენი ჩვენთან შესრულებული სიმღერები გამორჩეულად მოწვევს ჩვენს მაყურებელს და ამას ადასტურებს ის მილიონობით ნახვა რომელიც აქ შემდგომ სოციალურ ქსელში და ერთი სიმღერა წინა საახალწლო განწყობას რო ხდება და საახალწლო სურვილები რო ქვია. ეხ ვარ მიმღეროთ დღეს ერთობლივად. დიდი სიამოვნებით. სიმღერისთვის ვარ დაბადებული ბატონო. ო და გადავინახოთ მაშინ ერთობლივად ჩვენი შოუს სცენაზე. აბა, არიკა, დავიდა ახალი წელი. ხალხი კიდევ სიყვარულის მეშინია. ჰე, ახლა ჯაბოვიჩ გვიღებენ გონია და არ მომჭრა თავი, მეიკრიბე ძალები? ნეტავი, ნატრა, ეს ნატურა, ამიხდინაო, ნატურისა თვალი მებოვნა სულ ბაცა ძინაო. ქვეხა
ქვეყანას გავახარებდი მშვიდობას დავამყარებდი და ჩაგროს თავის სიმართლეს ვაპოვნინებდი უილოს სიმართლისებდი უფლობას დავაყურებდი გახიზნულ თანამოძმებს საკუთარ ოჯახში დავაბრუნებდი ხარობდეს ერინაბერი ვერაფერს გვაკლებდეს ბერი ხარობდეს ქვეყანა ჩვენი ვახი ძლიერი აბა გახურდა კეიფი გარისკე მიდი რა მიდის შენი დაუშვათ მართლა ვიპოვნეთ ნატურისად ბალი პატარა ამდენი სურვილის ნებას ან მოგწევს ან არა დაიწყებს რას ამბობია ამდენი სად შემიძლია ერთადერთ სურვილზე გაძლევს სრულ გარანტიას უღმერთმა ასეინება თუ მეტის არ მოგზანება შევთხოვოთ ჩვენი ძვირფასი ქვეყნისა და ხალხის მეცნიერება ხარობდეს ერინაბერი ვერაფერს ვაკლებდეს ბერი ხარობდეს ქვეყანა ჩვენი ვახი ძლიერი ხარობდეს